მაგრამ პრობლემის გადაჭრა სწორედაც დამოკიდებული არის საკითხის იდენტიფიკაციაზე. უნდა მოახდინოთ იდენტიფიკაცია, რა ტიპის შეუკავებლობასთან გვაქვს საქმე. ეს არის სტრესის შეუკავებლობა თუ ეს არის ურგენტული შეუკავებლობა. და მაგის მიხედვით ხდება გადაჭრა პრობლემის. თუ ეს არის ურგენტული შეუკავებლობა, პრობლემის გადაჭრა ხდება ჩვეულებრივ მედიკამენტების გამოყენებით, თუ ეს არის სტრესის შეუკავებლობა, ამისთვის არსებობს მინიმალური ინვაზიის მქონე ძალიან კომფორტული სხვადასხვა ქირურგიული ჩარევები მინიმალური დისკომფორტით და ერთი ტიპის შეუკავებლობაა კიდევ რომელიც ხაზი უნდა გავუსვათ. ეს არის შარდოვანი ფისტულები. შარდოვანი ფისტულები გარკვეული ქირურგიული ჩარევების შემდგომ უფრო ხშირად ეს არის ქალთა სასქესო სისტემაზე გარკვეული გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ ვითარდება საშარდე ფისტულები, როდესაც შარდი ოპერაციის შემდგომ უნებლიეთ გამოედინება საშოდან, არის ცრუ ფისტულა შემაერთებელი, ესე იგი არხი დამაკავშირებელი არხი შარდის ბურთს და ქალის სასქესო სისტემას შორის და ამ დამაკავშირებელი არხის საშუალებით ხდება შარდის უნებრივი დაღვრა შარდის ბურთიდან საშუალს გავლით. მაგრამ ჯამში ჩვენ გვაქვს სამი ტიპის შეუკავებლობის მიზეზი, ეს არის ურგენტული შეუკავებლობა ნერვული წარმოშობის, რომელიც იკურნება მედიკამენტოზურად. მეორე ეს არის სტრესის შეუკავებლობა, დაძაბვის შეუკავებლობა, ანუ სიმძიმის აწევისას, სიარულისა, შრომისას, რომელსაც სჭირდება ქირურგიული ჩარევა და არსებობს ძალიან მრავალი სხვადასხვა სახის მინიმალური ინვაზიური ქირურგიული ჩარევა და მესამე ეს არის ფისტულები, რომელიც წარმოადგენს გართულებას გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ, არც თუ იშვიათად და ესეც ამისთვის შესაძლებელი არის რობოტ ასისტირებული ქირურგიული ჩარევები.